შენ ჩემი ხუმრობის გამო ნუ ცხენია. ორი ძალიან დიდი ღორი. აქ ანაკონდები და სურავად. დაბლა ჩავდივა. ჩავდივა. აი, ხლიკი, წყალში, ცურავ. შენ დამეხმარე, სად მიდიხარ, გუგა? გუგა! შემხედე, გუგა! Vamos. პანამურ ფასანაურში. სუქანია და მე მგონი სიცხე აწუხებს. თქვენ გინახავთ ესეთი ხარი? აბა ღორს არ ჭამთო. აი ისეთი ნაჭრები. რა საქანელში გადის? Vamos. მოგესალმებით ჩვენ YouTube-ის მაყურებლებო. დღეს ჩამოვედით ჩვენ თანამშრომლებთან პანამის ერთ-ერთ სოფელში და განახევთ როგორ ცხოვრობს პანამელი კაუბოი ანტონიო და ჩვენი მეგობარი ვალერია, რომელიც არის ანტონიოს საცოლე. აქ ყავთ ცხენი, ხარი, რაღაცა უცნაურად დიდი ღორები და მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილია მდინარის სანაპიროსთან. ვართ თან და ძალიან ლამაზი ადგილია. მოკლედ ვფიქრობ რომ მოგეწონებათ თქვენც და საინტერესო იქნება როგორია პანამური სოფელი და აქაური ცხოვრება. გაიცანით ანტონის ცხენი იტანა, რომელიც ნიშნავს ბოშას. ეხლა ვართ პენომემეში, რომელიც არის პანამა სიტიდან 2 საათის მანძილზე მანქანით, აი ყურძანს ჭამს ცხენი და ნახეთ როგორი ტროპიკული ეზოა, ბანანის ხეები, მანგოს ხეები. ყველაფერს დაგათვალიერებინებთ და ყველას დიდი მიწა აქვს, თუმცა აი ღობეს ვერსად ვერ დაინახავთ, რა ყველგან არის გამჭირვალე ან ნახევრად გამჭირვალე მწვანე ღობეები, ამიტომ რაღაც ერთიანი სივრცის აღქმა გაქვს. იდეაში მე მინდა და ამ ცხენზე დაჯდომა, მაგრამ რაღაცა არ მინდა ეხლა დიდად ნერვიულობს თან. ეს კატა არის ბოსი არის აქაურობის, 2 ოქვია. და ესე დადის სახლიდან არ მიდის ოღონდ. გაიცანით ვალერია. This is Valeria. She is half Ukrainian. Other horse, yes. She's ის არის ნახევრად უკრაინელი და ნახევრად პანამელი. დედა ყავს უკრაინიდან და მამა პანამიდან. Oreo? Oreo, yeah. It's like the cookie Oreo. Okay. გუგას რაღაცის თქმა უნდა ჩემთვის. არაფრის თქმა არ მინდა. მიკროფონი ეგრევე. ჩემი, ანუ მე თუ ხუმრო, არის ჩემი პასუხისმგებლობა. შენ ჩემი ხუმრობის გამო ნუ ცხენია. გაიგე? მაგრამ აქ ხუმრობაში. ვაუ, ეს ვინ არის? შენზე ვიხუმრო. თუ ვიზეც მინდა იმაზე ვიხუმრო. ვალერია მკითხა ეხლა ქალაქში ცხოვრება გირჩევნია თუ ქალაქ გარეთ და ნუ მართალია ეხლა ქალაქში ვცხოვრობთ, მაგრამ საქართველოში ქალაქ გარეთ მირჩევნია ცხოვრება, ოღონდ ნუ კომფორტული უნდა იყოს რა. მინდა განახათ 2 ღორი იმხელები არიან. აი, ნახეთ, აი შემხელთან შედარებით 2 ძალიან დიდი ღორი. ნახეთ. ნახეთ, რამხელა ეშვებია. სუქანია და მე მგონი სიცხე აწუხებს. ხოდა როგორც გითხრეს ანტონის მშობლები ამრავლებენ და მერე ყიდიან და ნახეთ რა ლამაზი მიწა არის ესეთი რაღაცნაირი სულ სწორი სხვადასხვა ხეები არის ნახეთ რა ლამაზი არის ეს
მაგიდა და სკამი რომ წიგნი წაიკითხო. მე წიგნი არ წამოვიღე სპეციალურად, რომ მეკონტაქტა სტუმრებთან და რაღაცა ნერდი ტიპი არ გამოვჩენილიყავი. თან ერთი დღით ვართ აღჩობით, ამიტომ არ მგონია რომ მოვიწყინო. ესეთი მდინარის ხეობა არის პირდაპირ ეზოში ამათთან. აი იქამდე გრძელდება, აი იქამდე გრძელდება. და რაც ძალიან კარგია, თითქმის ყველა პანამის სოფლიდან მაქსიმუმ, სადაც არ უნდა იყოს 1 საათში ჩახვალთ ოკეანეზე და მე მგონი ბარბეკიუს მერე ჩვენც მივდივართ სანტა კლარას ოკეანეზე. ოკეანეზე კი არა და სანაპიროზე, წყნარი ოკეანის მხარეს, სადაც არ ყოფილვართ. ეს არის სტანდარტული პანამური სახლი, ერთსართულიანი, აი ადამიანის საშუალო სიმაღლეზე გათვლილი. ხა ამ სახლში არ არის ელექტროენერგია შემოყვანილი და სხვათა შორის ძალიან ბევრ სახლში არა აქვს პანამაში ელექტროენერგია. იმიტომ არა რომ არ არის გაყვანილი, ხა გვერდზე არის სახლები, სადაც არის ელექტროენერგია. აი რაღაცნაირად ცხოვრობენ მზესთან ერთად, რა იღვიძებენ მზესთან ერთად მზის შესვლისთვის უკვე დაახლოებით 7-8 საათისთვის ძინავს და ყველაფერი მშვიდად არის, ამიტომ დიდად არ ჭირდებათ ელექტროენერგია და რაღაც ესე ეკოლოგიურად ცხოვრობენ. რა შვება ნეტა გუგა? აი ეს. ეხა უკეთებს თუ ჩანს. კი. პანამურ ფასანაურში. ძალიან ლამაზი ადგილია და ისეთი ადგილობრივი დასახლებაა. ეთყობა რომ ტურისტული ადგილი არ არის რა, ნუ იმენა მესნებთან ვართ ჩამოსულები. ხო, რა, ისეთი აი სოფლის სუნიროა და რაღაც ნოსტალგიებს რო აღვიძებს, ისეთი ადგილია. უფ. აგაშენებს ღმერთს წა. ნახე რა კაი ადგილი. აქაც ორეთ არის გაყოფილი ფასანაური. შავი და თეთრი არა გვი? აქ არ არის ორივე. просто არაგვში მურწები და დაცურავენ და ფრინავენ და აქ ანაკონდები დაცურავენ. ესეთი ხარი არ მინახავს, დაგვიწერეთ აბა კომენტარებში. თქვენ გინახავთ ესეთი ხარი? It's really cute. Why? What is his name? What is his name? I don't know. Okay. ძალიან დამცხაი, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ გამოვდივარ სახლიდან, ან ვარ სულ შენობაში აქ არის რომ ცხელა და მე წნევაზე მოქმედებს და აღარ მინდა ხოლმე გარეთ გასვლა, იმიტომ რომ სუდად არა მე. თქვი რამე? კლუბში ჩავდივარ, ჩემთან დაბლა ხარ. დაბლა ჩავდივარ. ვა. ძალიან კაი კაცია. დაბლა ჩავდივარ. კლუბში ჩავდივარ. მოგლეთ ისეთ ადგილას ჩამოვედით, რომ თან მდინარეა, კუნძულივით არის, როგორც ფასანაურში ისე რა. საჯომარდოთ არ გამოდგება ეს მდინარე ალბათ. ნუ კი გამოდგება, მაგრამ ნაკლებად ექსტრემალური იქნება. ექსტრემალური ჯომარდობა და თან უსაფრთხო ვისაც გსურთ უნდა მოგმართოთ ადმირალში. მოგლეთ ძალიან კარგ ადგილას ვართ. ხარი, ცხენი, რავი, აი ესეთი სრულყოფილი სოფელია, მოგლეთ და ძალიან თავის სოფლის სუნით და თავის დვარნიაშკა კატით და ნუ ძალიან კარგი ადგილია, ძალიან მომწონს. და ნახე, რამდენი ხულისინი არიან, ხულიკები. ხო. ვაიმე, აი გადახტა. ეს კატაც კი ფრთხილად ჩამოდის. რას მიადგა მანდ ახლა? რა ფრთხილად დადის? აი, ხვლიკი წყალში, ცურავს.
ფლიკები ცურავენ? Yeah, you can touch Ღელავს. your face. So she can feel you. No, no. Te vas a tener que poner eso. Tranquila. Se puso delante, თუ გამაჭერა გუგა. delante y la persona se movió. ჩვენი ჯიმნიცი გამომეკიდა. ვაი მე რა ცხელია. Okay, you know, don't do this. No. Grab the thing. Put Grab. your leg. Put first, yes. One. Ayúdala. Ponle, dale la mano. ოი ნო. You can. It's just one move. შენ დამეხმარე. შენ დამეხმარე, სად მიდიხარ გუგა? Uga, in the other side. Don't walk. უკნიდან არა წინ. Go to the other side. იქიდან დამეხმარე. Put the leg first. Okay. 1, 2, 3. ოჩა მადლობა, ჯიგარი ხარ. Thank you. But you really need to trust horse and yourself as well. Yeah. Yeah? It's not very easy for the person who only drives the car. But she's really, tranquila. Okay, calm. Yeah, little bit. And make him like, Okay. and make him like, when stop. Also tranquila. Tranquila, She understand everything. tranquila, mi amor. Tranquila. And leg. No? And Wow. Guga! Wow. watch out with the trees. Okay. Guga! Ellen is by herself. Tranquila, mi amor, tranquila. Also Vamos, make Vamos. Guga! Შემხედე, Guga! ნახე გავაჩერო? Bellissima. Gracias. ძალიან საყვარელი არის. with what movement? Yeah. She already knows. ¿Cómo hacerlo ahí? Ey, se puso la Sí. Vamos. ¿Qué pasa, amigo? Vamos. Oh, sí, mi amor. Let's go. Vamos. What she don't like is the walk. Vamos.
შენი არ გაგიჭენებია? ბავშვობის მე. არა, ნუ იქ ფასანაურში ძალიან იშვიათად იყავდათ სადაც ქვედა კემპი იყო. აი, ნამდვილი კაუბოი ვარ. ცხენს გააჩნია, ეს 7-ია. პროსა წყლის ეშინია ძა. Estaba comiendo mango. She was eating Mango? Oh, she smells like mango. შენ ხარ smells like mango. გუგ, როდი შევჭამთ? წავიდეს რა, არ მინდა ეს კაუბოური ცხოვრება, მინდა ის ცხენის ჭენები. ვაი, მე რა თეთრი ვარ ჩვენთან შედარებით. იო, მე. მე ვარ ძალიან თეთრი, თუ ჩვენ ხარ ძალიან მუქი. ხორცი გვაქვს არგენტინელების ლამროსთვის, სადაც ვყიდულობთ და იქიდან ვიყიდათ და წამოვიღეთ. რა ნაჭრები იყიდა გუგ? შაუ, ყველანაირი ნაჭრები. საქონელი? საქონელი ცხოვრიც. აბა ღორს არ ჭამთო? აი ესეთი ნაჭრები ვიყიდე. რა საქონელში გადის? აი ესეთი სახლი ქირავდება აქ. ეს სახლი Booking.com-ზე და Airbnb-ზე. 130 დოლარი ღირს 2 ღამე. და აქ შეგიძლიათ რომ წამოხვიდეთ, ხო? რამდენიმე. ეს არ არის 2 კაცის მარტო. ეს პიპა? ხო. წავედით ახლა მოკლედ მეგობრებო, ნელ-ნელა ჩავბარგდებით. ჩავალთ სანტა-კლარას წყნარი ოკეანის სანაპიროზე და ბარბეკიუსთან ერთად დაგიბრუნდებით. ესე იგი არ ვქონდა გრილი, ვიყიდეთ, აი თუ გამოჩნდება. უბრალოდ გუგამ გვიყიდა. ვალერია და ანტონი უკან არიან და ახლა მივდივართ ხორცებით, დესერტებით, ცეცხლებით დატვირთულების სანტა-კლარას სანაპიროზე და იმედი გვაქვს პანამის ამინდი გვაცდის და არ გაწვიმდება. გუგ დაიღალე? ნაისე რა. შეგვიწვა ხო ბარბეკიუს? ხო, იას. თან მაგარი სოუსები ვიყიდე, ის კეისეთი. არაჯანსაღი, მაგრამ აი ცხარე მაგარი. ვიყიდე რამე? ცხარეც ვიყიდე, მაგრამ იმას რო ვაკეთებ ხოლმე ეს ჩემ სოუსის ვიყიდე. ლიმონი არ ვიყიდე რა გოიმორს. არა უშავს. არა უშავს, მაგარი სოუსი მინდა გოგიტ. ყველაზე არაჯანსაღი და ყველაზე გემრიელი სოუსი მინდა. არა უშავს, კვირა დღეა, ვითომ დანარჩენ დღეებში ძალიან ჰელსი ვართ. ულამაზეს ხეივანთან მოვედით. მანქანა ზემოთ გავაჩერეთ და ის უნდა გავიაროთ, რომ ჩავიდეთ სანაპიროზე. ყველაფერი ვიყიდეთ, რაც გვაქვს. ძალიან ლამაზია აქაურავა. თან მოლოდინი რატომღაც არ მქონდა. კარგი, იმიტომ რომ აი რო ნახოთ პანამელები სად დადიან ხოლმე სანაპიროზე, აი რო არ ვიცი ძალით რო გინდოდეს ეგეთ მოუვლელ და ცუდ სანაპიროს ვერ იპოვნი პანამაში. აქ არის სასწაული სანაპიროები და კუნძულები და თვითონ ეზარებათ რაღაცა იქო ქალაქთან. დადიან ხოლმე და მოკლედ მეგონა რომ ეგეთ ადგილას მოდიოდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა. ესეთი წვრილი რაღაც უნდა გავიაროთ. ვიღაცას მე მგონი სასტუმრო აქვს და ეხა იშლება ხედი. ესეთი არის წყნარი ოკეანის სანაპირო. მოვედით სანაპიროზე, ახლა ბარბეკიუსთვის ამზადებენ ცეცხლს და ჯობდა რომ წამომევა წიგნი და წამეკითხა, იმიტომ რომ მოვიწყინე ხანდახან. არ ვიცი რატომ, მაგრამ თუ დიდი ხანი ვარ ხოლმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანებთან ერთად, მე რაღაცა აღარ მინდა აქტიური კონტაქტი და მირჩევნია ხოლმე რომ ჩემთვის ვიყო და ეგ შენთვის ყოფნა ეხა როცა ხალხში ხარ, ცოტა
უხერხულია და წიგნი რო გაქვს რაღაცნაირად გამართლებასავით არის, მაგრამ რას ვიზამთრე ხომ მომიწევს. გუგ, შენი აზრით დაინთება ცეცხლი? დაინთება ცეცხლი? მე როცა ვანთი. გუგა გვინთებს ცეცხლს. და ვალერია გაიქცა ოკეანეში. და ართა ცეცხლი? კოჩა. შია ხო? წამოდით აბა ოკეანესთან მივიდეთ ისა. ადრე სანამ ოკეანეს ვნახავდი რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის რა განსხვავებაა ზღვასა და ოკეანეს შორის და პირველად ატლანტიკის ოკეანე ვნახე და ნამდვილად ძალიან დიდი განსხვავება ვიგრძენი პირველ რიგში ენერგეტიკული. ნუ მერე ახლა დანარჩენი ვიცით ალბათ ესეც განსხვავება. გუგა პირველი ჩორიზოს გვიკეთებს. რომ მალე იყოს ხო გუგ? ეგ არის ჩანაფიქრი? ეცხვია ვრაც. მაგარი ცხიმიანი ჩორიზოა. აი magic sauce-ი, ანუ გემრიელია. გუგა მაგაც იპოვნა ფეხბურთი და ფეხბურთი. თელები, პანამელები და თამაშობს ქვიშაში. შვენიერი ამინდია ძალიან გაგვიმართლა რომ არ გაგვიწვიმდა ნახეთ უკვე ცა როგორ იცვლება არ ვაპირებდი ცურვას მაგრამ მე გავაანალიზე რომ ძალიან იღბლიანი ვარ იმით რომ ეხლა აქ ვარ ბევრ ადამიანს ალბათ უნდა რომ აქ იყოს და მე კიდე წყალშიც არ ჩავდივარ და მოკლედ ვიცურავეთ მე და გუგამ და ეხა ნელ-ნელა ავბარგდებით, მაგრამ არ ვიცი აქ მთავრდება თუ არა ჩვენი დღე ვნახოთ ვალერია და ანტონი რას გვეტყვიან და ჯერჯერობით იყავით ჩვენთან ერთად. ქართველებს სხვანაირი ხასიათი გვაქვს, განსხვავებული. რაღაცებში გვანა შეიძლება. პოხუისტობაში მაგალითად გვანა. მაინც განსხვავებული ხალხია ბევრად. შენ რო რაღაც ნაბიჯს დგავ მაგალითად მეგობრობისკენ. მაგას ვერ ხედავ, რატო აკეთებ მაგას? უბრალოდ უკვირს და всё რა, ანუ იმას კი არ ვიზახი რომ შენ იმიტომ აკეთებ რომ იქიდან დაელოდო რაღაცას. მაგრამ ნუ მე რამდენით უკვე ჩვენ ურთიერთობა ჩვენ იმაში ხო რა მაინც ხო ჩვენ რა გამოცდილ 3 წელი უკვე აქ ვართ და ცალკე თამაშობთ და ანუ განსხვავებული ხალხი. იმას კი არ ვიზახი რომ ან ცუდია ან კარგი, უბრალოდ სხვანაირები არიან. და თავისებური ხალხია და ამოღამება ჭირდება. მეგობრობა ისეთი როგორც ჩვენ გვახასიათებს და გვიყვარს ეგეთი არა, ნუ მეგობრობა კი არა ზოგადად ოჯახის წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულებას განსხვავდება. მაგრამ ნუ მთლიანობაში რაღაც საყვარელი ისეთი ხალხია რა. ხო, მოდუნებული რაღაცა თავის ხალხია. ქართველებს ალბათ არც ერთი ერი არ გავს. ჩვენ რაღაცა და ისე გამომდის ახლა ეგოისტურად და კედმაღლურად, მაგრამ ანუ იმას არ ვიძახი რომ უკეთესები ვართ ან რაღაც, პროსტო განსხვავებულები ვართ ხო. მეტი რავი რა. გენოტრება საქართველოს. მაგრაც საქართველოსა რავი ოჯახის წევრები მაგრაც ამდენი ხანი ისე ჩაუსვლელად რა შენ ყოფილ ხარ? არ ყოფილ ხარ. მე კიდევ ყოფილ ვარ, მაგრამ ვაფშე მარტო არ ყოფილ ვარ, ამდენი ხანი ჩაუსვლელად რა. არა ხო. აუ. ესე გამოვიყურებით ერთად. მე რა თეთრი ვარ და შენ რა მუქი ხარ. ფიფკია ვარ რა, პანამაში კიდევ უფრო თეთრი ჩამოვიდა. ისე ვარ.
სათიყავი შენ? აი მე ჩვენ გლესავია. სათიყავი? გლესა. კარი გააღო ესე იგი. დაქტოვე მთელი დრო. ჩამავედით, დავბრუნდით სახლში. გამოწერა არ დაგავიწყეთ და დროებით. ახლა მეც უნდა მოვეფერო მაქსიმუს.